ბატონო ნიკა, რომ გითხრათ მთავარი მიზეზი რის გამოც დატოვეთ სხდომა და ასევე მაინტერესებს რამდენად სწორი არის რომ გარკვეული საკითხის გამო ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებით დეპუტატები. და კარგად გავუცნოთ რა მოხდა ამ დარბაზში. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტში, პარლამენტში რამდენიმე დღისი რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ. აი ამ სიმბოლურ დარბაზში, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. რუსია კონკრეტულად არა, მე კიდე დავიწყე რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ რას მეკითხებით, მე რას ვასუხობ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონო ნიკა, მე ჩემს კითხვებს ვასუხობ. და მადლობა, ისაუბრეთ ხო, გავაგზავნეთ ხო და გასაგებ ხარ და მაცადეთ ხო, დღევანდელი დღე არის ჭიდრო კავშირში იმასთან რაც მოხდა რამდენიმე დღეში ხო? რუსი ოკუპანტი, აგრესორი, მოძალადე, ღია დეკლარირებული მტერი, გავრილოვი, რომლის თითებზეც დღემდე არის კვალი სისხლისა ქართული ჯარისკაცების ყველობის, ამიტომ ის იღებდა მონაწილეობას ომში რუსეთ-საქართველოსი არაერთში, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთის სამოჩაბლო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, აი ეს ადამიანი შემოიყვანეს და იცით რაც მოხდა მოათავსეს იქ სადაც მოათავსეს. ხახნო ასეულობით, ათასობით ქართველს სიცოცხლე დაუთმია იმისათვის, რომ რუსი აი აქ ვერ შემოსულიყო და ამათ ეს მოახერხეს. ეს მღელვარება ამით არის გამოწვეული და როგორც ჩანს, ნაწილ მათგანს ჯერ კიდევ არ ესმის რა ხდება გარეთ. და იმ ადამიანის ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ, რომელიც სახში არის მოთავსებული და ძინავს სპეცნაზთან ერთად. ბიძინა ივანიშვილს იქნებ უპასუხოთ ერთი წუთი. რამდენად სწორია ფიზიკური დაპირისპირება? რამდენად სწორია შემოკარგო ფიზიკური დაპირისპირება კი არა, სიცოცხლე დაუთმიეთ, რომ აქ რუსეთის დროშას არ ეფრიალა. რუსეთის დროშას არ ეფრიალა. ამისთვის სიცოცხლე დაუთმია და ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სახშია ეხლა და სახში ყავს სახელმწიფო სპეცნაზი. გესმით თქვენ და ქართულ სპეცნაზს რუსული ინტერესების გატარებისთვის იცავს. და გახარია იმის ნაცვლად, რომ გადაეყენებიათ კიდევ ცდილობს რაღაცად გამოწვევა, ვერ გამოწვევა. დარბაზში შესვლას აღარ აპირებთ? ჩვენ ვაპირებთ დაცვას ქართული სახელმწიფოებრიობას. მადლობა. მნიშვნელობა არა აქვს ერთ პარტიას, ორ პარტიას და 10 პარტიას ხახნო. ეს არის ზეპარტიული საკითხი, ამისათვის ღირს სიკვდილიც. დიახაც.